თბილისის საქალაქო სასამართლო 4 ოქტომბრის საქმის ორ ეპიზოდზე განაჩენი გამოაცხადა. ერთ-ერთი ეპიზოდის ფარგლებში სასამართლომ დამნაშავედ დაკავებული კიდევ 13 პირი ცნო, თუმცა 12 საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. აღნიშნული ეპიზოდი ერთადერთია, სადაც დაკავებულებს საპროცესო შეთანხმება სხვა მსჯავრდებულებისგან განსხვავებული პირობებით დაუმტკიცათ, რადგან პროკურატურის მტკიცებით დაკავებულების ქმედებების შედეგად პოლიციელები დაშავდნენ. დღეს ამ თემას თბილისის საქალაქო სასამართლოში ეკა ლემონჯავა აშუქებდა. ის პირდაპირ ეთერში გვერდება, ეკა გისმენთ. 4 ოქტომბრის საქმეზე 8 თვიანი სასამართლო განხილვები დასრულებულია. სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული 64 პირი უკვე მსჯავრდებული არის. 3 მათგანზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანზე ირაკლი შაიშმელაშვილზე, ანტონ უპერზე და იად არახველიძეზე კი ძებნა არის გამოცხადებული. მას შემდეგ, რაც პროკურატურა დასაბუთებულ განაჩენს ჩაიბარებს, უკვე დღეს მსჯავრდებულ ანტონ უპერზე საერთაშორისო ძებნას გამოაცხადებს, ვინაიდან მას აქამდეც აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული დაუსწრებლად და უკვე საქართველოს მასშტაბით იყო მასზე ძებნა გამოცხადებული. რაც შეეხება დღევანდელ განაჩენებს, დღეს დილიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში ორ ეპიზოდზე გამოცხადდა განაჩენი. დავიწყოთ ბოლო გადაწყვეტილებით, რომელიც თამარ მჭედლიშვილმა მიიღო. მან 4 პირი დამნაშავედ ცნო, ეს არის მარიამ მეყანწიშვილი, ანტონ უპერი, ნანა სანდერი და ასევე მარიამ მეყანწიშვილი. მიუხედავად იმისა, რომ მეყანწიშვილი დაკავებას ელოდებოდა და ის სასამართლოს ეზოში შვილთან ერთად ელოდებოდა მოსამართლის განაჩენს და არ იმყოფებოდა სტომათა დარბაზში, მოსამართლემ მას საპატიმრო სასჯელი არ განუსაზღვრა. 5000 ლარი არის ჯარიმა, რომელიც მას დაეკისრა. რაც შეეხება ნანა სანდერს, მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, დანარჩენ ორ მსჯავრდებულს უკვე ანტონ უპერსა და აბო ნავერიას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. როგორც უკვე გითხარით, ეს გადაწყვეტილება მარიამ მეყანწიშვილისთვის მოულოდნელი იყო. სწორედ ხალხის სოლიდარობის დამსახურება, დღეს ის შედეგი, რაც დადგა, გამამტყუნებელი განაჩენია და რო გითხრათ, რომ ძალიან მიხარია არა, მაგრამ მიხარია ის, რომ მე ჩემთან ამებრძოლებთან ერთად შევძლებთ ბრძოლის გაგრძელებას გარეთ. არ ველოდი სიმართლე გითხრათ და დღეს მომზადებულიც მოვედი, რა ვიცი, ჩავიცვი ძალიან კომფორტულად, რომ მზად ვიყავი ყველანაირი განაჩენისთვის და ეს ჯარიმა კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ხალხის ძალის და ხალხის ერთობის დამსახურება და არავითარ შემთხვევაში კანონის ლოიალურობის. კანონი არ არის ლოიალური, კანონი არის რეპრესიული და კონსტიტუციურ ჩარჩოდან გასული. განაჩენის გამოცხადებას ეზოში ვესწრებოდი, იმიტომ რომ ჩემი შვილი მენახა. არ მქონდა სხვა მოლოდინი. უკვე არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, რაც ჰქონდათ, სასჯელებიც კი იგივე. ნავერიანის წინააღმდეგ ექსპერტს არანაირი ინტერესი არ ჰქონდა. ექსპერტი, რომელიც არის შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის თანამშრომელი, რომელმაც გასცა, დასკვნა მაშინ, როდესაც ყოველგვარი საფუძვლის გარეშე შუამდგომლობით ჰქონდა მიმართული პროკურატურას სასამართლოსთვის, პროკურატურას უსაფუძვლოდ მიმართული ჰქონდა, სასამართლოს უსაფუძვლოდ გაცემული ჰქონდა განჩინება. სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა ნანა სანდერის მიმართ ორივე ბრალთან დაკავშირებით, რაც მიმაჩნია და სამართლებრივი საფუძვლების არ ქონის შემთხვევაში არის მიღებული, რადგან არანაირი სამართლებრივი საფუძველი მტკიცებულებათა ერთობლიობა არ ქონდა სასამართლოს იმისთვის, რომ რომელიმე ბრალთან მიმართებაში გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. ნანა სანდერს ერთადერთი რაც ქონდა სათქმელი გაუხარდა ის, რომ მარიამ მეყანწიშვილი დარჩა თავისუფლებაში. სასამართლომ სრულად გაიზიარა სახელმწიფო ბრალდების პოზიცია და 4-ვე მსჯავრდებულთან მიმართებაში გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. ნანა სანდერი განაჩენის მიხედვით დამნაშავედ იქნა ცნობილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელისუფლების ძალადობით დამხობის ფაქტზე. მარიამ მეყანწიშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისათვის, რაც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ხოლო დანარჩენი 2 პირი დამნაშავედ იქნა ცნობილი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის ფაქტებზე. მარიამ მეყანწიშვილს საშელად განისაზღვრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.
დღეს განაჩენი გამოიტანა კიდევ ერთმა მოსამართლემ თამარ მახარობლიძემ. მან მხარეებს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა 12 პირთან მიმართებაში. ერთ პირს მანუჩარ მიქელაძეს კი გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. მათ შორის გამამტყუნებელი განაჩენი დადგა იმ პირების მიმართაც, ვისაც საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. მანუჩარ მიქელაძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. დანარჩენ პირებს კი პირობითი მსჯავრი, ეს არის 1 წელი რეალური სასჯელი და 3 წელი პირობითი მსჯავრი. სწორედ ამ ვადის გასვლის შემდეგ დატოვებენ ისინი პენიტენციურ დაწესებულებას. ერთადერთი გამონაკლისი ამ 12 ბრალდებულიდან იყო საბა კორძაია, რომელსაც სხვა საქმეზე მისჯილი აქვს 1 წელი და 6 თვე. შესაბამისად რეალურ სასჯელად სწორედ ეს ვადა განესაზღვრა. დანარჩენი პირები მის გარდა პენიტენციურ დაწესებულებას 4 თვეში დატოვებენ. დამტკიცდა სასამართლოს მიერ წარმოდგენილი საპროცესო შეთანხმება, რაც შეეხება მტკიცებულებების შეფასებას, როდესაც საქმეზე განაჩენი გამოდის არსებითი განხილვის გარეშე, ესე დრო სასამართლო არ შედის მტკიცებულებების განხილვაში, რაც მთავარი არის შემოთავაზებული პირობები. ჩვენ შემთხვევაში იყო როგორც მიხეილ თოლორაიასთვის, ასევე გირა თოლორაიასთვის მისაღები. საპროცესო შეთანხმება დადებულია, მათ შორის გიორგი კირვალიძემ გამოხატა თავისი ნება არაერთი ხელმოწერით, რომელიც განახორციელა ამ შეთანხმების ფურცლებზე. განაჩენის გამოცხადების შემდეგ შესაძლებელია გასაჩივრება. თუ იქნება მისი ნება რომ გაასაჩივროს, კი ბატონო შეუძლია, თუმცა საკმაოდ შეზღუდულია ის პირობები, რითიც შეუძლია ამ ყველაფრის გასაჩივრება. მიმდინარეობდა საპროცესო გაფორმების თაობაზე მოლაპარაკება ბრალდებისა და დაცვის მხარეს შორის. ორივე ბრალდებულთან დაკავშირებით იქნა ჩამოყალიბებული პირობები, რაზედაც ჩემი დაცვის ქვეშ ყოფი იური ლომიძე დათანხმდა ბრალს, რაც შეეხება მანუჩარ მიქელაძეს, გააჩნდა თავის პოზიცია, რომელიც დააფიქსირა სასამართლოს ხდომათა დარბაზში და მან უარი განაცხადა საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით. 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საერთო ჯამში 64 პირი მიეცა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში. ეს საქმეები სასამართლოში 5 ეპიზოდად მიმდინარეობდა. 5-ვე ეპიზოდზე უკვე განაჩენი არის დამდგარი. გამამტყუნებელი განაჩენი დადგა ყველა პირის შემთხვევაში, თუმცა 20 პირზე მეტ საპროცესო შეთანხმება აღიარებისა და მონანიების შემდეგ გაუფორმდა. დანარჩენ პირების მიმართ უკვე ვადიანი სასჯელი არის გამოყენებული. ნაწილმა დატოვა პენიტენციურ დაწესებულება პირობითი მსჯავრის საფუძველზე. დღეს მისჯილებიდან, სადაც 13 პირი იყო ბრალდებული, ერთადერთი ეპიზოდი არის, სადაც რეალური სასჯელით გაუფორმა საპროცესო შეთანხმება. პროკურატურამ დაკავებულებს, ვინაიდან როგორც უწყება აცხადებს, სწორედ ამ პირების კონკრეტული ქმედებებით მიადგათ კონკრეტულ პირებს, მათ შორის სამართალდამცავებს ფიზიკური დაზიანებები.